მიუხედავად იმისა, რომ ოცნების საქართველოში რეჟიმის წარმომადგენლებს თუ მათი საქმის ძირიბად მკეთებლებს დიდი ხანია აღარ სურთ, რომ არხმა შეინარჩუნოს მაუწყებლობა გაშუქდეს ადამიანების რეალური სატკივარი, ვისაუბროთ შეცვლილ საგარეო კურსზე, რომელსაც მოაქვს ბევრი კონკრეტული პრობლემა, ჟურნალისტებმა თუ სტუმრებმა გაიხსენონ ადამიანების ჩაგვრა, წამება და სინდისის პატიმრები, ჩვენმა რეპორტიორებმა ამხილონ რეჟიმის მოღალატეობრივი თუ კორუფციული სქემები, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ საქმიანობას. გამოცხადებულ სისტემურ წნეხს ფორმულასა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ კარგად ხედავს საზოგადოება, როგორც ქართული, ისე ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან. რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ქართული ოცნების ხელისუფლება მედიის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას ზრდის, ამბობს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი და შეშფოთებას გამოხატავს ტელეკომპანიის მიმართ მზარდი, მარეგულირებელი თუ სამართლებრივი ზეწოლის გამო, რაც მათივე შეფასებით თავდასხმის კიდევ ერთი მაგალითია. ორგანიზაციის რეაგირებამ სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც რეჟიმის პროპაგანდისტი რეჟისორის გოგა ხაინდრავას, რომელიც არხს ეთერში გასული 2 სიუჟეტის გამო უჩივის, სარჩელი დაუკმაყოფილა და მისი მორალური ზიანი 10,000 ლარით შეაფასა. ასევე შაბათის ფორმულას რედაქციას სიუჟეტებში გამოთქმული აზრების უარყოფა დაევალა. 14 ივლისის გადაწყვეტილება ამ საქმეებზე მიმდინარე ადმინისტრაციულ დავას ეხება, თუმცა ამის გარდა არხის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც მიმდინარეობს და დამატებით წნეხს ამ მიმართულებითაც ველოდებით, რასაც მედიის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სერიოზულ საფრთხედ აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მათი განმარტებით, ასეთი სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ პრესაზე ზეწოლის ინსტრუმენტია და უშუალოდ უკავშირდება სლაპის პრაქტიკას, რაც სტრატეგიული სამართალწარმოებაა სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ. მსგავსი მექანიზმების არაკეთილსინდისიერად გამოყენების უმთავრესი მიზანი არასამართლიანობის მიღწევა, არამედ კრიტიკულად განწყობილი პირების გაჩუმება და დაშინებაა. არც დავით ქაშიაშვილისთვის, არც ჩვენთვის და პრინციპში არც უნდა ითქვას, რომ არც პროპაგანდისტული ტელევიზიების ჟურნალისტებისთვის არ იქნებოდა გასაკვირი და ახალი ის, რაც დათოს თავს ხდება. დავით ქაშიაშვილმაც ჩვენს და პრინციპში პროპაგანდისტული ტელევიზიების ჟურნალისტებმაც ისიც ზუსტად ვიცით, რატომ ხდება დათოს თავს ეს ყველაფერი. დავით ქაშიაშვილიც ჩვენს და პროპაგანდისტული ტელევიზიების ჟურნალისტების დღიდან პროტესტის დაწყებისა ყველაფერს ზედმიწევნით ვაკვირდებით, როგორ გვექცევიან. მოდი ვუპასუხოთ ამ კითხვას, როგორ ექცევიან დათოს, აშანტაჟებენ, ემუქრებიან, აჯარიმებენ და აწუხეს სისხლის სამართლებრივადაც დევნიან. როგორ გვექცევიან ჩვენ კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს მუდმივ შანტაჟში, ცემაში, მუქარაში, დევნაში და ფინანსურ კრიზისში გვამყოფებენ. აი პროპაგანდისტული ტელევიზიების ჟურნალისტებს არც ფინანსური კრიზისი აქვთ, არც არავინ დევნის და არც ემუქრებიან მეთქი ვიტყოდი, მაგრამ ჩემი აზრით მუქარას თავისი ფორმები აქვს და ეს შეიძლება ყოველთვის პირდაპირი არ იყოს და მაგალითად ირიბის სახე ჰქონდეს. ამიტომაც მე მიმაჩნია, რომ პროპაგანდისტული ტელევიზიების ჟურნალისტების გარკვეული ნაწილი მხოლოდ ფულის და მიზერული ყოფითი კეთილდღეობის გამო მუშაობს იქ, სადაც მუშაობს, ხოლო ნაწილს სხვა გზა აღარც აქვს უკვე, იმიტომ რომ მათი ყოფნა და ზოგადად ყოფა შიშზე დგას ჩემი აზრით. ხო და ეს რაღაც ბედნიერების ჰიბრიდული ფორმაა. თან ფული გაქვს, მატერიალურად არაფერი გიჭირს. გაპრენჭული ზიხარ ეკრანთან, მაგრამ მეორე მხრივ ზუსტად იცი, რომ არ გაქვს ის მთავარი, ის არსებითი, რაც გვაქვს ჩვენ. ნამდვილი და კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს. ეს არის თავისუფლება. ჩვენ ვილაპარაკებთ იმას, რაც მართლა ხდება ქვეყანაში, ვიტყვით ისე, როგორც გვესახება სწორად, დავწერთ ისე, როგორც ამას პირადი შემოქმედება გვიკარნახებს, აი თქვენ კი ვერასოდეს იტყვით იმას, რასაც მართლა ფიქრობთ, ვერასოდეს გავიდოთ დაწეროთ ის, რაც ენაზე მოგადგებათ, ვერასოდეს გააშუქებთ იმას, რაც რეალურად ხდება, იმიტომ რომ ამის არც თავისუფლება და არც უფლება გაქვთ. ხო და ეხლა ვფიქრობ, ვინ უფრო ცუდ დღეშია, დავით ქაშიაშვილი, რომელსაც კრიტიკული ხმისთვის დევნიან და აჯარიმებენ, თუ პროპაგანდისტული ტელევიზიების ჟურნალისტები, რომელთა საეთერო სამოსზე და მძიმე მაკიაჟის მიღმა ტყუილი და შიში დგას. გითხოთ დავით ქაშიაშვილს, ჩვენთან ერთად არის სტუდიაში და თო მოგესალმებით. მოგესალმებით და თუ ვერ აღიქვამ თქვათ სტუმრად პასპინძელი ხარ პრინციპი ჩვენი გადაცემის და ასევე არხის, ხო? ასეთი კითხვით მინდა დავიწყო. გასაგებია რომ შენს და ამ არხსაც გადაუტანია დევნის ძალიან მრავალფეროვანი ფორმები, ასე ვთქვათ, მაგრამ ეს რაღაცა ახალია, ეს არის რაღაც სამოქალაქო ჯარიმის და სისხლის სამართლებრივი ინსტრუმენტების პარალელური გამოყენება. საით მიდის ეს გზა? ფაქტია რომ სრულად სახელმწიფო აპარატი არის მომართული კონკრეტული პირების და ამ შემთხვევაში შენი რედაქციის და ფორმულას წინააღმდეგ. კი ბატონო, მოგესალმებით, მადლობა, რომ თემით ინტერესდებით.
ხო, ცალსახად სტრატეგიული სამართალწარმოება, სტრატეგიულად დაგეგმილი, იმიტომ რომ ორ ფრონტზე არის გახსნილი, ხო, ბრძოლა ერთი სამოქალაქო წესით თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც დროის უსწრაფესად დაასრულა საქმის განხილვა, რაღაც კომეტასავით, კომეტა რომ მოწყდება და ჩაივლის სასამართლოს საქმის განხილვის სტატისტიკას რა დავაკვირდეთ, ზუსტად ესე განიხილა ქალბატონმა მოსამართლემ ეს საჩივარი. პარალელურად პროკურატურაში მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც ასევე უპრეცედენტო არის და პლუს მნიშვნელოვანია ის, რომ პირველი სხდომა გაიმართა 15 ივნის ერთგვარი მოსამზადებელი სხდომა იყო უბრალოდ, სადაც მოვითხოვეთ სამოქალაქო წესით დაობდა ჯერ მომჩივანი ჯერ არ იყო დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა მარტში რომ მივყვეთ ლოგიკურად ნახე მარტში მიმართა 15 ივნის პირველი მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა მე მინდა ვკითხო ამავე მოსამართლეს რა დააშავეს იმ ჩაულებრივმა ადამიანებმა ვის საქმეებსაც წლობით იხილავს იმიტომ რომ უბრალოდ ამის რესურსი სასამართლოს არ აქვს მაგრამ ნუ კაი ჩვენ დავპრიორიტეტით ხო მარტში შევიდა საჩივარი 15 ივნის გაიმართა პირველი მოსამზადებელი სხდომა სადაც ჩვენმა ადვოკატმა ეთო ქათამაძემ ითხოვა ჩემი დაკითხვა იმიტომ რომ ლოგიკურია თუ ვიღაც მედავება სამოქალაქო წესით ცილის წამებას ამ პოტენციურ ცილის წამებელს უნდა მოусმინოს ხო სასამართლო არც იმისი წარმოდგენა არ გაგვიჭირდება რომ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის და ძალიან ობიექტურ მოსამართლესაც კი არ აქვს გამოცდილება იმის როგორ მზადდება რეპორტაჟი. და ვფიქრობ რომ რეპორტაჟის ავტორ ჟურნალისტ დარბაზში უნდა მოусმინო როცა დაობ რაღაც რეპორტაჟზე ეს რეპორტაჟი როგორ მომზადდა. არ გვეგონა რომ უარს გვეტყოდა სხვა გამოცდილებებიც ქონია და დავკითხულ ვარ სხვა შემთხვევებში ცხადია ბატონი ხაინდრავას არჩელი პირველი არ არის შესაძლო ცილის წამებისთვის რაც ყოფილა და რაც იქნება ნორმალურია უნდა იჩივლონ ადამიანებმა სასამართლოში თუმცა მოსამართლემ პირველ სხდომაზე რომელიც გაიმართა ივნისის დასაწყისში გვითხრა უარი ჩემს გამოკითხვაზე რაც უკვე მინიშნება იყო გადაწყვეტილება როგორი იქნებოდა. ასევე მოსამართლემ თქვა რომ ჩემ დაკითხვა არ უნდოდა ტელეფონით შეგვეტყობინა ეს და თქვა რომ ერთ პროცესში შევეცდები მისი სიტყვების ციტირება მოვახდინო ერთ პროცესში მოათავებდა და მართლაც ერთ პროცესში დაასრულა და 15 ანუ ამ კიდევ ერთი პროცესი ჩატარდა სადაც ჩვენი მტკიცებულებები წარვადგინეთ იმიტომ რომ ძალიან ბევრ ამას ითხოვდა მომჩივანი რომ ჩვენ დამნაშავედ ვეცნეთ და ყველა პუნქტი და უკმაყოფილა ამაზეც გეტყვით და ჩვენ ძალიან ბევრი მტკიცებულებები წარვადგინეთ აი ძალიან მყარად ვიყავით ყველა იმ სიტყვასთან რასაც გვედავებოდა რომ თითქოს ცილის წამება იყო ჩვენი შეფასებით არა მხოლოდ ჩვენი შეფასებით სამართლებრივი სტანდარტებით ვიყავით ძალიან მყარად თუმცა იმ ერთ სხდომაში დაამთავრა მოусმინა ჩვენს ადვოკატს ჩვენი მტკიცებულებები ასე ვთქვათ განიხილა ვიდეოებიც ჰქონდა იმიტომ რომ იქ ერთ-ერთ ნაწილში გვედავება მე ვამბობ ასეთ რამეს ბატონ ხაინდრავაზე რომ მაგალითად მათ შორის ბილდ სიტყვებით გამოირჩევა და ამაზე დაობდა რომ ესო არ არის სიმართლეო და ჩვენ წარვადგინეთ მთელი რიგი ვიდეოები აი უმარტივესად Google-ის შეხვიდე და ჩაწერო აი თუ კიდე ექსპერიმენტი ჩავატაროთ რამდენიმე სიტყვა დაწერე ხაინდრავა ჟურნალისტები გინება და რამდენიმე სტატიას ამოგიგდებს. ესენი განიხილა, მაგრამ საბოლოო ჯამში მიიღო გადაწყვეტილება და ამ ერთ სხდომაში დაასრულა იმსჯელა და 14 ივლის უკვე განაჩენი გადაწყვეტილება გამოგვიცხადა და ამ გადაწყვეტილების მიხედვით აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილა მოსარჩელეს და აი ერთიც რო თქვა გამოვარჩევ ნახე მთელი რიგი რაღაცები იყო და მე მივყვეთ ამასაც მაგრამ ერთი მომენტი იყო რომ მოსარჩელე გვედავება ესეთ რამეს რომ მე ვამბობ ეთერში ასეთ რამეს დედოფლის წყაროში გოგა ხაინდრავის თელი სოფელს ფლობს და მთავრდება წყალებში. მხოლოდ ეს არის მოყვანილი. და ეს ამაზე ამბობდა ხაინდრავას მხარე, რომ სინამდვილეს არ შეესაბამებაო. იმ სინამდვილეში დედოფლის წყაროში არა და თეთრი წყაროში ფლობს საკმაოდ დიდ ტერიტორიას და იქ ადგილობრივები შეფასებით ის თელ სოფელს ფლობს. ესეთი ინტერვიუები არის ამ სიუჟეტში და აქ მოსამართლეს გაუგზავნეთ ამ ნაწილზე და ვუთხარით, რომ ეს არის ტექნიკური ხარვეზი, მე სუფლიორს რო ვკითხულობ, სუფლიორს მართავ ფეხით, ეხლა როგორც ჩვენ მართავ და
ტექნიკური დეტალი ხარვეზია თქო, რომ დავინახე წყარო, დედოფლის წყარო, უცებ ანუ თეთრი წყაროს მაგირო, დედოფლის წყარო ამოვიკითხე, მაგრამ შემდეგ სიუჟეტში არსებითად აღარ გაგრძელებულა, რომ დედოფლის წყაროში აქვს და არა თეთრი წყაროში. მაგრამ აი ესეც არ გაითვალისწინებთ, მოპასუხის ერთი რაღაც ხო შეიძლება გაითვალისწინებთ, თუნდაც ეს რომ ეს იყო იდეაში მე მგონია რომ ეხლა რა კრიტერიუმებზეც შენ საუბრობ მან და თავშივე იკვეთება ძალიან სამწუხაროდ სასამართლოს განწყობა ამ და ჯერ ისეთი მოსამართლეს როგორ შეიძლება მოსამართლემ გითხრას წინასწარ დავის პერსპექტივა და გითხრას რომ ერთ სხდომაში მოვათავოთ ეგ არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი ამორნილი ყოველგვარი სამართლებრივი სტანდარტი არის მოსამართლეს მთელი არსი არის რომ ორ მხარეს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით მოусმინოს და ამას წინასწარ ვერ თვითკიცებულებებს განსაზღვრავ ვერც ამ შეჯიბრებითობას განსაზღვრავ რა დრო დაგჭირდება პირდაპირ იკვეთება ინტერესი ეს და ჩვენ რომ დავობდით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიჩივლა რეპორტაჟზე, მოვიგეთ ეგ საქმე, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო ჩვენთვის პრინციპულად, მაგრამ ნახე აჩო ეს სხდომები გაგრძელდა 3 წელიწად ნახევარი. 3 წელიწად ნახევარი გაგრძელდა, რაც ძალიან ბევრია, მაგრამ ნუ გასაგებია, იმიტომ რომ ეს ამ სტატისტიკით როგორი გადატვირთულიც არის სამოქალაქო და ადმინისტრაციული განხილვების სასამართლო, ასე ხდება, მაგრამ ეს საქმე ისეთი ელვის სისწრაფით განიხილა, რომ აი როგორც შევადარე, კომენტარმა რომ ჩაივლის, ესე უცებ დამთავრდა ამ საქმის განხილვა. აი, მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი ხო გვარი ხო აღნიშნება. ასკუნის რომ ტელეკომპანიამ გააჟღერა არსებითად მცდარი ფაქტები. გამოკვლეული აქვს თუ არა მეორე მხარის ამბავი თქვა ამ შემთხვევაში მოსამართლეს? ანუ არ ვიცი, არა, ცხადია, მაგრამ აი რასაც ამბობ შენ. წყაროს ციტირება მოხავს ესეთი, ნახე, უბრალოდ ჟურნალისტის ტექსტი არის ესეთი. წყარო ამბობს, რომ სულს გოგა ხაინდრავა კონკრეტულ სიებს აძლევდა და მათგან ითხოვდა საზღვარზე პრობლემები არ შექმნოდათ ქვეყანაში, ისინი მარტივად უნდა შემოეშვათ. აი ამ სიტყვებს აპროტესტებდა, რომ იყო ტყუილი ბატონი მომჩივანი. და მოსამართლეც ამბობს, რომ კი სინამდვილეს არ შეესაბამება. ანუ როგორ დაადასტურა, რომ ანუ აპრიორში როგორ გადაწყვიტა, რომ ის რასაც წყარო ამბობს, რა მექანიზმით, ხო? ანუ არ არსებობს ეს მექანიზმი, სამყაროში არ არსებობს ეს მექანიზმი, რომ წყაროს ნათქვამი თუ არ გამოიძიება ამას და არც სასამართლოს გამოუკლევია ეს ნაწილი და გადავალახან სისხლის სამართლის საქმეზე, იქ საერთოდ რა ფაქტსაც მიუთითებს წყარო ამ რეპორტაჟში, ამას არავინ არ იძიებს ამ ნაწილს, მაგრამ მოსამართლემ ასევე შექმნა ძალიან ისეთი ცუდი პრეცედენტი იმ სისხლის სამართლის საქმისთვის, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება ასე ვთქვას, რომ არ თვითონ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რომელმაც განცხადება გავრცელა, არ გამორიცხავს, რომ თუკი მიუყვებით იმ ნაწილს, რომ ეს სტრატეგიულად დაგეგმილი სამართალ წარმოება არის და დევნა, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სადაც ყველაფერზე ამბობს, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება, გამოიყენოს ერთგვარ მტკიცებულებად იმ სისხლის სამართლის საქმეში. და ის სისხლის სამართლის საქმეზეც რო გადავიდეთ, კიდე რა არის უცნაური ნახე. 15 ივლისს გაიმართა ის ერთადერთი სხდომა და უბრალოდ პირველი მოსამზადებელი სხდომა 15 ივნისს გაიმართა და 16 ივნისს პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა მუხლით ცრუ დასმენა. ეს სიუჟეტი გავიდა იანვარში ეთერში. 17 იანვარს. პროკურატურაში გამოვიკითხეთ მეც და ჩვენი ჟურნალისტებიც და ვიკითხე, რომ რა მოიაზრებს პროკურატურა ცრუ დასმენად, რომ ეს კვალიფიკაცია რაღაცნაირად მოარგო. ეთერში მე ვამბობ ასეთ რამეს. სიუჟეტი რო წარვადგინა, ვიდრე ეთერში გავა, ასეთ რამეს ვამბობ. ვფიქრობ ამ შესაძლო დანაშაულებრივი სქემით გამოძიება უნდა დაინტერესდეს და ნუ ამ შემთხვევაში ისევ ბატონი ხაინდრავა თვლის რომ ეს არის ცრუდასმენა პროკურატურამაც გადაწყვიტა რომ ეს სიტყვები აკმაყოფილებს იმ კვალიფიკაციის სტანდარტს რომ ცრუდასმენით გამოძიება დაიწყო. ეხლა რა არის ცრუდასმენა, ხო? მუხლით ცრუდასმენა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუდასმენა რომელიც ისჭება ანუ ამ შემდეგ ანუ ცრუდასმენა დანაშაულის შესახებ როცა მიდიხარ და გამოძიებას რაღაც დანაშაულის არარსებული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია
ინფორმაციას აწვდით. ხო, ხარჯავთ რესურსს, ის გამოდის იძიებს ტელევიზიის ეთერში ნათქვამი არაფერი არასდროს არ შეიძლება რომ ჩაითვალოს სრუდასმენა და აქვე მე მიუთითებ რომ ამ შესაძლო დანაშაულებრივი სქემით გამოძიება უნდა დაინტერესდეს, მაგრამ ნახე წინ კიდევ რა მუხლი არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ხო არსებობს ესეთი მუხლი 100 გამოძიების დაწყების მოვალეობა რო აქვს პირდაპირ პროკურატურას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პროკურატურას პირდაპირ ვალდებულება აქვს თუ ის ინფორმაცია დანაშაული ნიშნებს შეიცავს, გამოძიება დაიწყოს. ცხადია, მე მიუთითებ ამ ნაწილზე, რომ წინ ეს მუხლი არსებობს, ჯერ ხო, ვალდებულება რომ გამოძიება დაიწყოს. რომ შევაქ სისხლის სამართლებრივად მიმდინარეობს ეს გამოძიება, დავიკითხეთ ჩვენ, დაიკითხა მხოლოდ მომჩივანი ამ შემთხვევაში ბატონი გიორგი ხაინდრავა, მეტი ან ის კიდევ იქ რო დაუბრუნდეთ წყარო, რასაც ამბობს, რომ რა შესაძლო დანაშაულებრივ სქემაზეც მიუთითებს, იმას არავინ არ იძიებს საერთოდ, ანუ არავინ არ იძიებს, იმიტომ რომ იმ წყაროს დასახელებული აქვს, რომ ეს იცოდა ამ მაღალჩინოსანმა, ამან ძალიან ესეთ ყოფილ პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს საუბრობს, მაგრამ ეს ნაწილი არ არის გამოძიების ინტერესი. გამოძიების ინტერესი არის, რომ აი ესე უბრალოდ ისე მოთარგმნოს ეს ამბავი, რომ რაღაცნაირად გაამყაროს ალბათ არსებული ეს მუხლი ცრუდასმენა, რომელიც აბსოლუტურად აბსურდულია, თუმცა აბსურდის დაკანონებაში დახელოვნებულია, ხო, ის ხელისუფლება, რომელიც იმყოფება აგერ უკვე 14 წელიწადია. შესავალში ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ეს ვითარება არ გვიკვირს არავის. სამწუხაროდ ამ მოცემულობაში ცხოვრობთ. შენ რის იმედი გაქვს, მოდი ცოტა ირონიულადაც ვიკითხოთ და თან პრაგმატულადაც. თუ შენ ჩათვლი რომ სამოქალაქო დავაში სადაც მორალური ზიანი, თან აქვე მაყურებლისთვის განვარტყოთ მორალური ზიანი სამართლებრივი პრაქტიკისთვის ყველაზე რთულად დასადგენი ზიანია, იმიტომ რომ აბსოლუტურად არანაირი სტანდარტი არსებობს ამის თulis, ანუ კალკულაცია ხო ვერ ეკეთდება შენ რა მორალური ზიანი, ამას მთელი რიგი წინაპირობები, ფსიქოლოგია, სხვა დარგის სპეციალისტები სჭირდება რომ შენ დავთვალო და ახლა გრაზიანი მოგადაგება. ერთ სხდომაზე ხო საერთოდ ლაპარაკი ძებნებია. და მით უმეტეს მე სამედიცინო სამართლებრივი პრაქტიკა მაქვს წარსულში და სამედიცინო პრაქტიკაში მიყენებული ზიანი ხო ვიცით, კარგად ჯანმრთელობაზე რამხელა ზიანია, მანდაც მიყენებული ზიანიც კი ძალიან იშვიათად ამხელა მორალური ზიანით შეფასდეს რამხელა ზიანითაც შენ შემთხვევაში შეფას და ადეკვატურობას რო თავი დავანებოთ. თუ ამ პროცესს დავეყრდნობით, როცა არ გამოკითხეს, შენ მტკიცებული ფაქტორად არ შეისწავლეს, დაიღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, ანუ ალბათ მოსამართლეს საერთოდ გამოიხდა თუ არა თქვენ არც ვიცი. ამას თუ დავეყრდნობით, მომავალში სისხლის სამართლებრივი საქმეზე მოლოდინი რა გაქვს? შენი პრაქტიკის გათვალისწინებითაც წარსულის. და ახლანდელი ვითარებაც რაზე დებ თუ აქვს ამ წარსულ გამოცდილებას ეხლა, იმიტომ რომ რაღაც მართლა ახლებური და ახალ მეთოდებს გვთავაზობს რეჟიმი ხო დევნის. იცი რადგან უპრეცედენტო ამბავია, იმიტომ რომ არ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო, ამ შემთხვევაში მედიის მიმართ არის დაწყებული, თუმცა სრუდასმენაზე როცა ვსაუბრობთ, სრუდამსმენამდე უნდა მიხვიდე შეფასება და შენობა ვერ იქნება, ვერავის ხო, უნდა მიხვიდე ადამიანამდე, თან ვიკითხე და გარკვევით მოვისმინე, რომ ხო, ანუ ეს სიტყვები რომ კი ფიქრობ ამ შესაძლო დანაშაულებრივი სქემით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. ეს სიტყვები როგორ შეიძლება იყოს სრუდასმენა ეთერში, იმიტომ რომ ამას ვამბობ ყველა სიუჟეტის წარდგენის დროს. თუ ვაკეთებ სიუჟეტს, რომელიც შესაძლო დანაშაულებრივ ამბავს ეხება, ყოველთვის ვამბობ, აი ყველა ჩემი ეთერი რო გადავშევოთ, ვამბობ თუნდაც მტკიცებით ფორმაში შევიდე. მე ყოველთვის ვამბობ, რომ როცა სიუჟეტს ვაკეთებ, წარდგენის ბოლოს ან სიუჟეტის დასასრულს ყოველთვის ვაკეთებ ესეთ კომენტარს, რომ ვფიქრობ ამ ამბით გამოძიება უნდა დაინტერესდეს, იმიტომ რომ წინ არსებობს, ხო, ბუნებრივია, იმიტომ ვაკეთებთ, რომ გამოძიება უნდა ჩემი თქმის გარეშე საფუძვლიანი ეჭვი. ჩემი თქმის გარეშეც უნდა დაინტერესდეს გამოძიება, იმიტომ რომ არსებობს მუხლი, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს პროკურატურას გამოძიების დაწყებას. კიდევ სრუდასმენას რო დაუბრუნდეთ, სრუდასმენა არის რომ მიხვედი და პიროვნების შესახებ მცდარი და უტყუარად რაღაც ტყუილი ინფორმაცია მიაწოდე და რესურსი დაახარჯინე. ამ სიტყვებში ჩვენ ვიღაცაზე კი არ ვამბობთ, ადამიანზე ვამბობთ, რომ ვფიქრობ ამ შესაძლო დანაშაულებრივი სქემით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. ანუ ვისი სრუდასმენაა სქემის?
თუ იმისი რომ ვფიქრობ და ეს ჩემი აზრია და აზრი აბსოლუტური პრივილეგიით დაცული უფლება. აი ვისი. ასევე მოსამართლის ნაწილზე ხა აზრზე გამახსენდა. ბატონი ხაინდრავა ასევე ითხოვდა შემდეგ რამეს რომ მე ვამბობ ესეთ რამეს ეთერში. ბოლო წლების საქმიანობა პირდაპირ დაკავშირებულია მართველ ძალასთან. მას სხვადასხვა ეთერებში ხშირად ნახულობთ პროპაგანდისტული განცხადებებით. მოსამართლე ამბობს რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ესეც. ეს რომ შენ აზრში შემოდის უკვე და ჩემს აზრში შემოდის, ანუ აზრი რა არის, ხო? შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი რაღაცა ადამიანის აზრი, რომელიც არ შეიცავს დადასტურებულად, ანუ უარყოფითად ფაქტებს, არის აბსოლუტური პრივილეგიით დაცული უფლება და მანდაც კი გადაწყვიტა და ამბობს და ეთანხმება, რომ კი, სინამდვილეს არ შეესაბამება და რა არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ პროპაგანდისტულ არხებში ხშირად ხედავთ ბატონ ხაინდრავას და არის სტუმარი, ეგ არ შეესაბამება სინამდვილეს, ჯერთი ფაქტია, ხო? მაგრამ მაგასაც რო თავი დავანებოთ ის რაც ჩემი აზრია საავტორო გადაცემაში წამყვანის აზრი, რომელიც აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული ჯერ კიდევ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით, კონსტიტუციით დაცული უფლება, იქაც კი შენს აზრში, რომელიც აბსოლუტური პრივილეგიით დაცული უფლება, იქ არის შემოჭრილი სასამართლო და ამბობს, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება და ჩემი აზრია. კი. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფოდ მიიღოს ზომები, რათა საქართველოში მედიის თავისუფლების ის ნაწილი მაინც იყოს დაცული, რაც ჯერ კიდევ შემორჩენილია. რა არის დღეს საქართველოში შემორჩენილი ამ ნარჩენებამდე როგორ მივედით და აი ესეც თუ გაქრა ზოგადად რა ზიანს მიიღებს ეს პროფესია, იმიტომ რომ ეს ამბავით ეს кейსით შენი და შაბათის ფორმულას წინააღმდეგ მიმართული არის ერთგვარი სიგნალი ამ პროფესიის ადამიანებისა, რომ ნებისმიერი შენი გამოთქმული აზრი იქნება თუ ფაქტი დადებული შეიძლება ხო ცხადია გამოვრჩა შეიძლება იყოს შენს წინააღმდეგ სიცხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი მომავალ. კი, იმიტომ რომ ნახე როგორი საშინელი პრეცედენტია, ანუ ყველა შემთხვევაში ანუ გამოტოვონ სამოქალაქო დავის ნაწილი, ცილისწამების ნაწილი სამოქალაქო წესით და პირდაპირ პროკურატურამ უკვე შექმნა პრეცედენტი, ცრუდასმენით გამოძიება დაწყებული აქვს და ყველა შესაძლო მომავალ შემთხვევაში, როცა ადამიანი გადაწყვეტს, როგორც ბატონმა გოგა ხაინდრავამ გადაწყვიტა და პროკურატურას დააწყებინა გამოძიება და ესე დაიწყოს გამოძიება პირდაპირ სისხლის სამართლებრივად, ხო? შემკითხე, ხო, როგორ სადავართ ხა ეს პროფესია, ამ პროფესიის წარმომადგენლები და კი ბატონო, ყოველგვარი შეჩვენების გარეშე რო ვიფიქროთ მაყურებელმა საკმაოდ გონიერმა და მრავალფეროვანმა ზუსტად იცის ხო ის ძალიან ყურადღებით ადევნებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თვალს. როგორ მოვედით აქამდე, ხო, რაღაცა დარჩა აბსოლუტურად დაუძლურებული ორი პატარა პლატფორმა, ანუ TV პირველის სახით და ფორმულას სახით, სადაც ყველა ჯვარი წერია და ქვარო ჩამოვარდება ან რაღაც იმას სამშენებლო მასალას რო რაღაც მოწყდება ან ასე შემდეგ, შენთან მოდის მხოლოდ ეს ორი მედია და შენ გასაჭირზე აშუქებს. როცა სასამართლოში შენი უფლებები ირღვევა, მხოლოდ ეს ორი მედია ისიც მოდის და ვეღარ მოდის ამ ბოლო დროს, იმიტომ რომ რაღაც ადგილამდე მისვლაც არ შეგვიძლია, ხო? აი ეს ორი კრიტიკული ძალიან შევიწროებული პლატფორმა არის დარჩენილი, დანარჩენი, აგერ რაჩოს შესავალ სიტყვას დაუბრუნდები, გლითერებით არის მორთული, ხო? რაღაც გლითერებიანი კაბებით მიყავთ ეთერები და ეგ არის მნიშვნელოვანი, ხო? და ან აქამდე როგორ მოვედით იქამდე რომ აი ამ საერთაშორისო საზოგადოებამ ვისაც ახლა პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მოუწოდებს არ არის ალბათ უფრო მეტად აქტიური ან უფრო მეტად მიზან მიმართული, იმიტომ რომ სასწორის ფინანსზეც რო დავაწყოთ, ეს რაღაცა ორი გაუბედურებული, გაძვალტყავებული არხი, ფინანსურად აბსოლუტურად დაუძლურებული, დევნილი და ასე შემდეგ და მეორე მხარეს არის უზარმაზარი პროპაგანდა, რაღაცნაირი ბჭყვიალა სტუდიებითა და გლითერებიანი კაბებით, ხო? ეს არის, მაგას საუბრობთ, მოვედით იქამდე რომ თორე ჩვენ შიგნით ძალიან ვიბრძოდით, ხო? დავიწყოთ 5 ივლისიდან ცხვირპირი რო დაალეწეს ადამიანებს ლექსო ლაშქარავას ეს ტრაგიკული ინციდენტი და მოვედით იქამდე რომ მზია ამაღლობელი დაიჭირეს და ვერაფერი ვერ გავაკეთეთ და უამრავი რაღაც მოხდა და ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, ხო? ყველაფერი გაზდით, იმიტომ რომ იქეთ რაღაც ძალიან ასეთ შემზარავ ვეშაპებად არიან ქცეული ჩვენი ყოფილი კოლეგები, რომლებიც საცაისი აქვს დაღებული პირი და ყველა ნაგავი, რომელიც გარეთ უნდა გამოისროლოს მედიამ, პირიქით ამას მალავს, ხო? ეს არის. იცი საითგან მინდა საუბრის ბოლოსკენ ზუსტად
მან მივიდოდა და მაგაზე მინდოდა ალბათ უხერხულია მაგ თემაზე საუბარი შენთვის, იმიტომ რომ შენ ამდენი წელი ამ პროფესიას ემსახურები და დარწმუნებული ვარ გაცილებით მეტ ადამიანს, ვინც აი ამ გლითერების მიღმა დგას, კვეთაც ქონია იცნობდი კიდეც და ხვალინდელი დღე ამ პროფესიის როგორ წარმოვიდგენიათ? ანუ ეს სისტემა რაც ახლა ქვეყანას მართავს ხომ ყველაფერი ხო დროებითია. არ ვიცი ეს ჩემს სიცოცხლეში დასრულდება თუ მე დასრულდება, მაგრამ ოდესღაც ხო დასრულდება. და ეს ადამიანები ამ პროფესიას გულისხმობ ახლა მხოლოდ გარეთ ალბათ სადღაც ერთ სივრცეში ისევ შევხვდებით, შენ შეხვდები შენს ყოფილ კოლეგებს. როგორ წარმოგიდგენია ხვალინდელი დღე ამ პროფესიაში? აი შენ დაუშვათ სასამართლოსთან დამარცხდი, ჩვენ ფინანსურადაც დავმარცხდით, ყველაფერი გააჩერდა და აი დარჩა ეს გლითერები. ხვალ სად ვიღვიძებთ ერთად მე? მიცი მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ცხოვრებაში და ფიზიკურად ვერ შევძლებდით ნამდვილად. ის კი არა, ეთერებიდან მიმართავ ხოლმე ვაღალჩინოსნებს რო გთხოვთ ინტერვიუ მოგვეცით და ჩემი პროდიუსერი მეუბნება რომ დაანებია მიმართობს თავი, ნუ ხარ ოპტიმისტი. მაინც მაქვს იმედი რომ რაღაცა ისე არ წავლენ ხელისუფლებიდან რომ ინტერვიუს გამოცდილება ექნებათ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ხო, როგორ წარმომიდგენია ისე რომ ანუ წარმოუდგენელია რომ კრიტიკული სიტყვა გააჩუმო ამ ქვეყანაში ამ უდიდესი გამოცდილებით და წარმომიდგენია ისე რომ კრიტიკულად მოაზროვნე და კრიტიკულ პლატფორმებზე შემორჩენილი ჟურნალისტებს ექნებათ ისეთი და იმხელა გამოცდილება, რომ ვერავინ ვეღარასდროს ვეღარ შეძლებს ქვეყანაში კრიტიკული მედია გააჩუმოს და აი დასასრულია რაღაცნაირად ხელისუფლებისგან მართული მედია ტაშფანდურების ეტაპის დასასრულია, იმიტომ რომ ძალიან პატარა წინა ქვეყანა ვართ, ხო, ხელის გულზე ვეტევით და ესეთ პატარა ქვეყანაში წარმოუდგენელია, რომ ადამიანებს რაღაცნაირად twins ურეცხავდა და ჩრდილო კორეული მედია რომ იფრინავდა მზეზე, ესენი მთლად რაღაცა სატურნის მთვარეზე არიან გაფრენილები და ამას აჯერებენ იმ საზოგადოებას, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ბრძენი და მრავალი გამოცდილება აქვს და პულტის მართვაც კარგად იციან და აგერ smartphone-ია და თიც ჩამოსქროლავ და თუმცა იმ გლითერებიანმა ადამიანებმა ვიზეც თქვენ საუბრობდით, არ დაგავიწყდეთ რომ გურამ როგავა საქმეზეც კიდე მილიარდში ეს და ახლა გლითერებიანმა ადამიანებმა ანუ თვითონ გააკეთეს ეს არჩევანი, იმიტომ რომ რაღაც აი ამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ჩემი 20 წლის შვილი აბსოლუტურად უსამართლოდ 4 ჯერ ყავთ დაჭერილი და უამრავი ჯარიმა გვაქვს, მრავალი ათასი ლარი და აი იმ გლითერებიანმა ადამიანებმა მეგონი კარგი სიტყვა მოვიფიქრეთ. ანუ ერთი არ მოუკითხავთ რომ როგორ ხარ, როგორ არის დათა. ანუ ეგეც ხო მაგასაც ხო ვინმე არ გიშლის არა. ეგეც ხო არ ვიცი, აი ეგეც არ ვიცი. თავისუფლება როცა დაკარგულია, ალბათ მან ხო ეგეთ მინიმალურ ნაბიჯსაც დამოკიდებლად ისევ შენი შესავალს დაუბრუნდები, რომელიც ძალიან კარგი იყო, რომ კი აი ისე როგორ უნდა დაგემართოს, რომ შენს მეგობარს, კოლეგას, რომელიც რა ვიცი, კადრი მოუწია შენთვის, ამბავი მოუყოლია შენთვის, რომ ომში შენთან ერთად ყოფილა და რაღაც ერთად შეიძლება ძალიან ცუდ დღეს ჩავარდიმხარ და იმისი უფლება არ აქვს, რომ მოიკითხო როგორ ხარ, დათა როგორ არის, რა შვები, აბა რა ხდება, ანუ ამასაც რო აღარ აკეთებ, ეს არის შემაძრწუნებლად შემზარავი და არა ის რაც ჩვენ გვჭირს ეს სწორია და შენს ოპტიმიზმს მე გამოვიყენებ დასასრულისკენ და ვიტყვი რომ მე მართლა მჯერა ზუსტ ალბათ ყველაზე კარგი პასუხი ამ კითხვაზე ჯერჯერობით რაც მიმიღია ხშირად ვცხოვთ ხოლმე ეთერში ამ კითხვას როგორ იქნება ხვალინდელი დღე და ალბათ ეს არის ძალიან სწორი პასუხი რომ ხვალ ის ადამიანები ვინც დღეს ამას თავის-თავზე განიცდის, რასაც განიცდის, აქეთ მხარეს გულისხმობ, ვინც პროტესტშია, ვინც თავისუფლებას იცავს, მე მგონია რომ მინიმუმ ის მაინც დაგვრჩება სარგებლად რომ ხვალინდელ დღეს ზუსტად ვიცით რა შესწავლები არ უნდა დაუშვათ და როგორები არ უნდა მიიღოთ. და მედია შექმნის ძლიერ ინსტიტუტად, რომელსაც ვერავინ ვეღარ დაჩეხავს ვეღარასდროს.